ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის აგვისტოს თვე სასიყვარულო კუთხით ყველაზე პოზიტიური იქნება. ამ ვიდეოში ასევე ვისაუბრებ აგვისტოს თვის სასიყვარულო თემებზე. მოდი გავიგოთ რა ხდება ცაზე და როგორ მოიქცეთ დედამიწაზე. მე ვარ გიორგი ხუბულავა, ასტროლოგი. ესე იგი, პლანეტა ვენერა აგვისტოს ბოლოსთვის კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნიდან გადავა ლომის ზოდიაქოს ნიშანში. ამასთან ვენერა შეერთებაშია იუპიტერთან, ხოლო კვადრატურას ქმნის მარსთან. პლანეტა ნეპტუნი რეტროგრადულია ვერძის ზოდიაქოს ნიშანში. ასევე ნეპტუნი ოპოზიციას ქმნის მარსთან, ხოლო ტრიგოს მერკურისთან. აღმავალი კვანძი მდებარეობს თევზების ზოდიაქოს ნიშანში, ხოლო დაღმავალი კვანძი შესაბამისად მდებარეობს ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში. ახლა კი იმაზე თუ როგორ მოიქცეთ. აგვისტოს თვე შესანიშნავი დროა დასაოჯახებლად. მთავარი აგვისტოში ბევრ ადამიანთან შეხვიდეთ კომუნიკაციაში. ასევე ძალიან სასარგებლო იქნება გარემოს გამოცვლა, დასასვენებლად წასვლა. აგვისტოში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სწორ დროს აქტიურობა და სწორ დროს ლოდინის რეჟიმში ყოფნა. ახლა კი გადავიდეთ ზოდიაქოებზე. ზოდიაქოს პირველი ნიშანი, რომლისთვისაც აგვისტოს თვე სასიყვარულო კუთხით პოზიტიური იქნება, არის კირჩხიბი. კირჩხიბების ცხოვრებაში შესაძლოა ახალი ადამიანი გამოჩნდეს ახლობლის დახმარებით. ასევე კირჩხიბებისთვის აგვისტოს თვეში კარგი იქნება გარემოს გამოცვლა. ზოდიაქოს მეორე ნიშანი, რომლისთვისაც აგვისტოს თვე სასიყვარულო კუთხით პოზიტიური იქნება, არის ლომი. ლომებმა სასურველია აგვისტოში მიაკითხოთ სხვადასხვა თავშეყრის ადგილებს. ასევე სამსახურებრივი გადაკვეთა შეიძლება იყოს სასარგებლო. ზოდიაქოს მესამე ნიშანი, რომლისთვისაც აგვისტოს თვე სასიყვარულო კუთხით პოზიტიური იქნება, არის სასწორი. სასწორება მთავარია აგვისტოში თავის სწორად გამოხატოთ და ბალანსი იპოვოთ სწორ მოქმედებას და სწორ დალუდებას შორის. სასიამოვნო აგვისტოს გისურვებთ. დროებით.